მშვიდობისა მოგესალმებით. მე დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ მე მარტო აღარ ვარ. ჩემი ანრი დამიბრუნდა. მოგესალმებით. გამარჯობა ჩემო საყვარელო. კარგად ვარ, თუკა მიხარია რომ დაუბრუნდი მონატრებული სალამი განსაკუთრებულად ჩვენ საყვარელ მაყურებელს, რომელიც ძალიან მომენატრა, უკაცრავად კიდევ ერთხელ ნატუკა რომ ამდენი ხნის განმავლობაში მარტო მომიწია ყოფნა. კარგია, იცი რა არის, ამ დროს ხვდები რამდენად მნიშვნელოვანია შენს გვერდზე ახმახი, ქერათმიანი, ცისფერთვალება ანრი რო გიდგას. არა, ანრი. ბატონო? მადლობა. ესე იგი, განსაკუთრებული კვირა დაიწყო ჩვენთვის, განსაკუთრებული სტუმრებით, განსაკუთრებული შემართებით და სიამაყით მინდა წარვადგინო პირველი სტუმარი, მაგრამ სანამ წარვადგენ, მანამდე ვისაუბროთ მასზე, ჩემო ნატუკა. ყველასთვის საყვარელი, თბილისისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული თბილისის შვილი, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს თითოეულ თბილისელს და განსაკუთრებულად ახლო და ნაცნობია მისთვის მის სახელი გვარი. ლეგენდარული შეიძლება ითქვას და ან მე ვიტყვი რომ ჩემი თილისმა 2012 წელს როდესაც პირველად დავიწყე იმეჯში ჩემი კულინარიული ბლოკი პირველი სტუმარი იყო ჩემთან და იმის მერე შეიძლება ითქვას რომ ჩემი ტელევიზიაში მუშაობის თილისმა არის დღეს ჩვენთან ჩემთვის კი დღეს გახდება ბატონი ჯემალი თილისმა და ვიმედოვნებ რომ ნამდვილად კარგი თილისმა იქნება ბატონო ჯემალ არაჩვენებრივი არ გახსოვს როგორ კაშკაშა ვარსკვლავი ნამდვილად ჯემალ სექლიაშვილი საპატიო თბილისის მოქალაქე და ყველასთვის ძალიან ახლობელი და შინაური. მადლობა, გენაცვალე. როგორ ბრძანდებით? როგორ ხარ პირველ რიგში? გადასარევ. აბა რა, აი გიждდები ყოველთვის ამაზე. ბატონო ჯემალ, ალბათ ეს კითხვა ძალიან ბევრს დაუსვამს. რა არის ის საიდუმლო, რომელიც იცით მხოლოდ თქვენ რომ თქვენი ნებისმიერი სიმღერა არის აი ესეთი რომ სულ მოყვება, ყველას უყვარს და არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა, ჰიტდება მაშინ. პირველ რიგში უნდა გიყვარდეს მსმენელი, უნდა გიყვარდეს ადამიანი და უნდა ეცადო რომ მის გულის, მის სულის რაღაცა კუნჭულებში შეხვიდე ამ სიმღერით, იმიტომ რომ ყველას გვაქვს დარდი, კი ბატონო, ყველას გვაქვს დიდი სიხარული, ხო და მე იმიტომ უფრო სურვილი მაქვს ლექსზე ვწერო სიმღერა, ვიდრე ვთქვათ მე ლექსი სიმღერა მიუსადაგონ ლექსს, ხო? ამიტომ რატომ ლექსზე ყველა პოეტი ლექსს რომ წერს, ღიღინებს. და მე ვარ დეშიფრატორი მელოდიისა, რომელსაც ღიღინებს პოეტი. და პოეტი თუ პოეტია, პოეტი ყოველთვის ადამიანის სათქმულობებს ეხება. ხეზე წერს, სიყვარულზე წერს, მდინარეზე წერს თუ რაზეც არ უნდა წერდეს ლექსს, იქ აუცილებლად არის ადამიანის ვნება. პოეტი საინტერესოდ მივიდა თემა კითხვამდე. პოეტი თქვენთვის გამორჩეული, ვისთანაც უმუშავია ბატონ ჯემალს. ბატონი მორის ბოცხიშვილი, ბატონი ჯანსუხჩარკვიანი, ბატონი რეზო ამაშუკელი, ქალბატონი ირმა გურიელი, იცით ბევრია. და ყველამ კარგად იცის რომ ლექსს ხანდახან თვეები ვეძებ. ისე არა რომ ეხლა მთელი ღამე ერთად ვარსკვლავები ცაში ერთს უთხარი, ხალი თუ გიწევს გვერდზე რა დროს ვარსკვლავების თულა. სწორია რა ვარ. იმ ხალზე იმღერე რა, შენ სიყვარულზე იმღერე. არა ვარსკვლავები ცაში, რაღაცა. თქვენ კიდე აუცილებლად უნდა ვთქვათ, როგორი უნიკალური სიმღერა იმღერე, ყოჩახ და გადასარევი ხმისა და ხვალ იმას თავი ვარსკვლავი გონია და აღარ მესალმება. ეს ვარსკვლავი რომელსაც სხვა ითვლის, ხო ცაში? არა, სხვას დათვლილია გოგო. ბატონ ჯემალ, აი ნახეთ ლექსი, უამრავი ლექსი. რა ჭირდება ჯემალ სეფიაშვილს რომ სიმღერა დაწეროს? ჩემი განწყობა, უცებ ლექსს დაინახავ და ხვდებით რომ ეს თქვენია თუ აი რა გჭირდებათ, რა ხდება მაგას? ალბათ რაღაცა ლექსის სული, აი რას გულისხმობდა პოეტი ხომ ყოველთვის რაღაცას ან ვინმეს გულისხმობს.
რა თემაზეც არ უნდა დაწეროს ლექსი, ის ყოველთვის შეყვარებულია. მე რატომ ვამბობ, ტიტები 9 აპრილის დროს ეს არის ლეგენდარული სიმღერა. იმ დროს იყო ისეთი გარემო, რომ ვერ გაბედა. და თქვენ ეს გააკეთეთ და ისეთი გააკეთეთ, რომ აი რა დღემდე. იმიტომ რომ მე ვიცოდი, მე მივხვდი რომ ხალხს სჭირდება სიყვარული, სიმშვიდე და მომავლის იმედი. და არა ეს რა გვიქნეს, დედა გვიტირეს, თავები წაგვაჭრეს. კი, ეს ყველაფერი ვიცოდით, რაც მოხდა. მაგრამ ხვალ, ზეგ, იმედი. ანუ აქ არის გარემოც ალბათ. ძალიან მაინტერესებს სანთლები. სიმღერა, რომელიც არ ვიცი, ეხლა ყურში მაქვს ეს სიმღერა. აი რა იყო ამის ისტორია. არ არსებობს, წარმოუდგენელია თქვენს აი ესეთ ლეგენდარულ სიმღერებს აქვს რაღაც პატარ-პატარა ისტორიები. რასაკვირველია. ხო და ეხლა გითხარით ისეთი რასაკვირველია იყო, რომ კი ბატონო. მეგობარმა ზეინა ვერქვანიძემ მომიტანა ლექსი რაღაცებს ჯახირობდი რა ჩემთვის. და არ ვიცოდით ავტორი. ой. ნუ ხან ვის დავაბრალეთ, ხან ბაირონს, ხან საქართველოში პოეტი არ დავტოვეთ. ხო და მე გამოჩნდა ერთი ქალბატონი, რომელმაც მითხრა რომ ჩემიაო. ნუ ხა რა უფლება მქონდა არ დამეჯერებინა, ხო? და ტელევიზიით გამოცხადდა მისი გვარი, რომ ამის ლექსი. უცებ მირეკავს ქალბატონი. ბატონო ჯემალ გამარჯობა. მე ვარ ცირა კაკაბაძე. გუშინ ჩემ ლექსის სიმღერა შესრულდა. მე რას ლაპარაკობთ ქალბატონო 897 ხარ თქვენ ვინც დაიბრალეს არა ჩემო ჯემა ეგრე არ არის შევხვდეთ და გაჩვენეთ. ნუ კაროჩე ექსპერტიზები ყველაფერი ჩატარდა და ცირა კაკაბაძე რომელიც თავისი ოჯახით ჩემი უსაყვარლესი მეგობრები იყვნენ ათეული წლები აღარავინ აღარ არის ცოცხალი და სულ მახსოვს ყოველთვის მახსოვს ცირაგი რეზიკო ბატონო ჯემა წარმატებული ხელოვანის ცხოვრებაში ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთია რომ არის წარმატებული ხელოვანი, მეორეა გაცილებით უფრო წარმატებულია, თუ კი ოჯახშიც მას უმართლებს შემოქმედებასთან ერთად. თქვენს ოჯახზე გვინდა რომ გვესაუბროთ, რომ არა ასეთი ოჯახი, რომ არა თქვენი მეუღლე, შვილი დაუშვათ, როგორ იქნებოდა ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი ცხოვრება? მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე სრულებით არ ვხედავ და არასოდეს არ მიფიქრე იმაზე, რომ ვინმე ხელს მიშლის. ჩემი ბინა ყოველთვის არის სარეპეტიციო დარბაზი. ყოველთვის და არასოდეს არავინ ოჯახის წევრები მე არ მიშლიან ხელს ამაში. პირიქით რომ შემოდიან და რაღაცა იქ მანანა ჩალიჩობს რაღაცა სამზარეულოში. ძალიან კარგი კულინარია, თან ქალბატონი. ხო, ეგრეა. ხო და მაგრამ რა არის იცით, აი მე არ ვიცი სხვასთან რა ხდება ოჯახში. მე ერთი ვიცი რომ თუ შენ არ ახარ თავისუფალი, შენი შემოქმედების გამოვლინებაში, მაშინ შემოქმედი ვერ იქნები. მე ან კომპოზიტორი ყოფილიყავი, ან გამოსვლის ტექნიკის სპეციალისტი. ყოველ შემთხვევაში დისერტაცია გამზადებული ჩემს ხელმძღვანელს ვაჩუქე და ის გახდა დოქტორი მე. ხასიათი. ბატონი ჯემალის, როდესაც სიმღერა იწერება, როდესაც აი თქვენ სამყაროში ხართ, ოჯახში რა ხდება? არავინ არ უნდა მოვიდეს ახლოს. ცალკე კუთხე. არა, რასაკვირველი არა. ჩემთვის ვარ სიგარეტს რომ ვეწეოდი აი ამ ხელა დიდი ბროლის საფერფლე მქონდა ყოველთვის სავსე იყო მაგრამ სიმღერა რომ დაიწერებოდა მე ესე ვიცი სიმღერა რომ დაიწერება იმას ვიწერ 2-3 დღე ვაცლი დაღვინებას მე ვისმენ თუ ჭანჭიკებია სადმე მოსაჭერი იმას მოუჭერ ჭანჭიკებს და ვისვეძახი მანანას ხო აი მანანამ თუ მიიღო ეს არის დიდი სამხატვრო საბჭო
მანანა. ესე იგი კრიტიკოსია თქვენი მეუღლე. კრიტიკოსი არ არის. ერთგული მოაზროვნეა. მე თქვის ხოლმე, ამ მუსიკაში გამზარდევდა მეტი რა. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის არის ქალბატონი მანანას აზრი. იცით რა, მე მანანაში ვხედავ არა მხოლოდ მანანას, არამედ თელ საკონცერტო დარბაზს. გასაგებია. დიდი პასუხისმგებლობა. არასოდეს არ ყოფილა ის, რომ რაღაცა არ მოწონდა, თუმცა ვიტყუები. ერთი სიმღერა ჩემი კატეგორიულად არ მოწონდა, როგორ გარბის დრო. ხო იცით, როგორ გარბის დრო? არა, ისე რომ 2007-ში 60 წლის თავის ის რომ მქონდა იუბილეა ოპერის თეატრში, ხო არ იმღერებო? არა. ვიმღერე და რა გაიყოფილაო? არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩემთვის უსაყვარლესი ცისანა. კი. ჩემი ცისანა სად არის? ჩვენი ქალბატონი ცისანა, კი ბატონო. მამის და შვილის ურთიერთობა, მამის და შვილის დუეტი. ცისანა თეატრალური აქ დამთავრებული, აბსოლუტურად თეატროდნეა. ჩვენ თანამშრომელია, მოვიკითხავთ. პიარის სპეციალისტია. დომღერი ვართ. როგორ მოხდა თქვენი ასე ვთქვათ ეს დუეტი, იმიტომ რომ იშვიათად არის რომ მამებმა კარგი მიხედე შენ საქმეს, რა სიმღერა, რა დრო სიმღერა, რა ხდება ამ შემთხვევაში? ბრავო მაესტრო იყო ჩემი შემოქმედებით საღამო 97-ში. მაშინ რა ნორჩი ვიყავი 50-ის მხოლოდ. ხო და უცებ სცენაზე აღმოჩნდნენ მერაბი სეფაშვილი და ცისანა. იმღერეს ღრუბლები, ის იყო რა ქვია, ჩემთვის იყო დიდი სიურპრიზი. რაღაცა იყო. ანუ თქვენ არ იცოდით რომ ცისანა არა. სიურპრიზი. სიურპრიზი. მე ამ სიურპრიზს, მე რასაკვირველია დაუწერე სიმღერები, ეხაც უწერ. კი. რამდენად კრიტიკული ხართ ცისანას მიმართ? ცისანას მიმართ არ შეიძლება იყო კრიტიკული, იმიტომ რომ ცისანა სრულიად არ ტრაბახობს თავის ხმით. თავისი რაღაცეები. ყოველთვის დახვეწილად აცვია. ყოველთვის განსაკუთრებულად აცვია და გულით მღერის. აი გულის შიდა რაღაცეებით მღერის და სრულიად არ თulis რომ დიდი მომღერალია და რაღაცა არა. მღერის თუ დაუძახებენ იმღერებს. კბილად მღერის. ქვია, მაგალითად იმას რაც არის სიმღერა. ბევრია მომღერალი რომ მღერის და და მაგრამ აი ეს ეხა მე რა იყო. ცისანა როგორც იწყებს სიმღერას, იქვე სიტკბოა და სიტკბო. გეთახმები. ბაბუა როგორია ბატონი დიდი ბაბუაც, მარტო ბაბუა არა, დიდი ბაბუაც. ბაბუათი დავიწყოთ ჯერ. როგორი ბაბუა? ბატონი ჯემალი. ახლა დადა გიორგი წერეთელი, ყველა იცნობთ როგორც დადას. ხო. არაფერი 30-ის ხდება მალე. მეორე ცოლი ყავს. ეს დამსახურება, მაგრამ რეგალია. ეს დამსახურება. ორი შვილი ყავს. ძალიან უყვარს თავის ცოლ-შვილი და კარგი мама, კარგი მეუღლეა და ეხლა მე და მანანა ვზრდით დადას დაბადებიდან. ჩვენთან არის, ჩვენთან ცხოვრობს, ჩვენია და თუ თქვა მოსაკითხად რეკავს, ჯერ მანანას დაურეკავს, მე და მერე ცისანას. ბატონო ჯემალ, განული ცხოვრებიდან რომ გადახედოთ ახლა, არის ისეთი რამ, რასაც შეცვლიდით, ან იერს შეუცვლიდით, სახეს სხვანაირად მოიტანეთ? არა, ეს ზორაფას ვერ შეცვლი, ვიცი რომ ვერ შეცვლი. ვერ გავიგეთ. არც შევცვლი. რატო? მე ვთვლი რომ მე ისე ვიცხოვრე როგორც ზევით დაწერილი იყო. კი, ჩვენ გეთანხმებით ამას. ძალიან ვიყვარხართ. დაწერილზე გამოხდა ბედის წერის გჩვთ. გასაკვირველია. ხო რა. მართვის? ვერაფერს მისი მართვის რომ თქვენ მართავთ? ბედის წერის მართვით ვარ თქვენთან დღეს. მართალი. არა რომ? კი. ბედის წერის მართვით ხარ შენ? კი. დღეს გადაცემაში. კი. და მე კიდე ძლივს ნატუკასთან ვზივარ ეთერში. და აი ბედის წერის მართვით დღეს
სცენაზეც ვიხილავთ ბატონ ჯემალს და გვემღერებს, ხო? რატომაც არა. ისე 9 აპრილს შემოხვედებით საღამო მაქვს. დიახაც, ძალიან კარგი. ჩვენც ვიხავართ. მანამდე თქვენ ხართ აქ. რა საკვირველია? აბა რა. მივიდე იქანა? კი ბატონო. იქანა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა სტუმრებისთვის. მადლობა თქვენ. ვიდრე ბატონი ჯემალი მოემზადება ხემის რომ შეგვისრულოს სიმღერა ჩემონატუკა, ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ რომ სიმღერის შემდეგ აუცილებლად უნდა გავიდეთ რეკლამას და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. კი ბატონო და ძალიან საინტერესო სტუმრებით, ყველასთვის ძალიან საყვარელი ლეგენდარული ადამიანები. საცალფეხო გზით ხანობილი გონდ თითქმის გავლიე ცხოვრების დღენი ამის დროს დადგა რომ მეგობრობა არ ყოფილიყო რა იქნებოდა სიცოცხლე ჩვენი მისგან მივიღეთ რაც ღვთისგან წარեց და თკვილის ცხოვრების ზღვენი სულ გრძელობა რომ არ ყოფილიყო რა იქნებოდა სიცოცხლე ჩვენი სულ გრძელობა რომ არ ყოფილიყო რა იქნებოდა სიცოცხლე ჩვენი შვებას გრძნობდით ხან სევდაც იყო ხან ბულბულებიც გვატკოვნეს ტვენით მაგრამ იმედი რომ გამქრალიყო რა იქნებოდა სიცოცხლე ჩვენი შვიდი ცხოვრება ზოგჯერ არ იყო ფოთოლცვენის დროს შევიალებს ხედის სიყვარული რომ არ ყოფილიყო რა იქნებოდა სიცოცხლე ჩვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო რა იქნებოდა სიცოცხლე ჩვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო